ფეხბურთელები გიორგი დემეტრაძეს დასაცავად მიმართვა, რომელსაც ხელს 40-მდე სპორტსმენი აწერს, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სახელზე გაიგზავნება. უმორჩილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ გიორგი დემეტრაძის ღვაწლი და თავდადება ქართულ ფეხბურთში და კანონის ფარგლებში მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დემეტრაძეს საშუალებას მისცემს ქართულ ფეხბურთს კვლავაც ემსახუროს ნათქვამია მიმართვაში. კახი კალაძის განცხადებით კი დემეტრაძე გაუგებრობაში მოხვდა, რადგან მისი თქმით, მას ქურდულ სამყაროსთან კავშირი არასდროს ჰქონია. დეტალები ნახეთ მაესტროს ახალ ამბებში 9 საათზე. ჩვენ ხედავთ დადებისთან ვაფასებთ კორუფციასთან და შავსამყაროსთან სახელმწიფოს ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ეს დადებითად აისახება მომავალი თაობის სწორად ფორმირებაში. მაგრამ ამასთან ერთად უმორჩილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ გიორგი დემეტრაძის ღვაწლი და თავდადება ქართულ ფეხბურთში და კანონის ფარგლებში მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს გიორგი დემეტრაძეს კვლავ ემსახუროს ქართულ ფეხბურთს. დემეტრაძე მთელი ცხოვრება არის პროფესიონალური სპორტით არის დაკავებული, წარმატებული ფეხბურთელი იყო. ბიჭმა თავისით შეიქმნა ის კარიერა, რაც გააკეთა ამდენი წლების განმავლობაში და მე მგონი დრო არ დარჩებოდა უბრალოდ იმის, რომ ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა ურთიერთობა. ხოვნა არის ჩვენი ფეხბურთის სამყაროს და რაღაცა ჩემი მეგობრების ვინც ხელი მოაწერა, რომ თუ არის შესაძლებლობა რაღაცნაირად გაითვალისწინოს მისი წარსული, მისი ეს მოღვაწეობა ქართულ ფეხბურთში და თუ შესაძლებელია რომ გარეთ იყოს და ისევ დაუბრუნდეს თავის საყვარელ საქმიანობას და გააგრძელოს იმ სფეროში მოღვაწეობა, სადაც იყო ბავშვობიდან. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისური შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან ვიზიტი დაასრულა. მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. კანცელარიიდან კი რადოსლავ შიკორსკი ბათუმში გაემგზავრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. პოლონელი სტუმარი შეხვედრებს მთელი დღის განმავლობაში მართავდა. თავდაპირველად თავის კოლეგა გრიგოლ ვაშაძე საქართველო-პოლონეთის პარტნიორობასა და სამომავლო ურთიერთობებზე ესაუბრა. სექტემბრიდან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განხორციელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ რადოსლავ შიკორსკი ოპოზიციის წარმომადგენლებს ესაუბრა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუდიენციაზე მხოლოდ ორი პარტიის ლიდერი მიიწვიეს: გიორგი თარგამაძე და ირაკლი ალასანია. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შიკორსკისთან არსებული საარჩევნო გარემო და მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს. თარგამაძე ალასანიას თქმით, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საჭიროა სპეციალური პროგრამის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც დარეგულირდება მედიის მონიტორინგი და საეთერო დროის გამჭვირვალობა. საქართველოს მიმართ სიმპათია ყველა პოლიტიკურ სპექტრში არსებობს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი კომაროვსკი მხარს დაუჭერს და გააგრძელებს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც პოლონეთის მთავრობას საქართველოს მიმართ აქვს. მე ვიყავი ნატოს პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. მინდა ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიაღწია. პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ძალა, რომელმაც შეაჩერა რუსეთის მცდელობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ლეგიტიმაციის მცდელობისგან. პირველ რიგში რაც მთავარია აღინიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ მომზადება ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი ტრანზიციისთვის ჩვენს ქვეყანაში მომდევნო არჩევნებისთვის. ამიტომაც ინიციატივითაც გამოვედით და გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ აღმოსავლეთ თანამშრომლობის ფარგლებში ახალი პროექტი შემუშავებას ჩაეყრება საფუძველი, რომელიც კონკრეტულად ასევე იქნება მიმართული საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. ჩვენ მთელი შეხვედრა გამოვიყენეთ სწორედ იმისთვის, რომ აგვეხსნა დეტალურად, რომ არჩევნები, ანუ დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნების დღე, ან თუნდაც ის ერთი თვე, რომ დემოკრატია ნიშნავს გამჭვირვალე დემოკრატიულ კონკურენტუნარიან საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესს. ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ მას, რომ ევროკავშირის ეგიდით უფრო აქტიურად ჩაერთოს ის პროგრამები, რომელიც ფუნქციონირებდნენ წინა საარჩევნოდ საქართველოში. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები დღეს სოხუმში ჩავა. ამ ფაქტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ადასტურებს. მათი განმარტებით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სოხუმში დე-ფაქტო ლიდერებს შეხვდება. 16 ივლისს კი პიტერ სემნები უკვე ბათუმში იქნება, სადაც მე-7 საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს ევროპული გზა დაესწრება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია კონფერენციის შემდეგ პიტერ სემნები თბილისში დაბრუნდება თუ საქართველოს ბათუმიდან დატოვებს.
გაზის მაგისტრალურ მილსადენზე ორკვირიანი დებატების შემდეგ გაირკვა, რომ გადაწყვეტილება საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებას უკავშირდება სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა, რომელსაც თანხმაურიანი დებატები ერთვოდა. ოპოზიცია მილსადენის რუსეთის მიერ ხელში ჩაგდების საფრთხეზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლება მაგისტრალური მილსადენის რუსეთისთვის მიყიდვას არ გეგმავს. დებატების შემდეგ სხდომაზე სიტყვით უკვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარეშვილი გამოვიდა. მისი განმარტებით კანონმდებლობით კორპორაციის 75% სახელმწიფოს მმართველობაში უნდა დარჩეს და ის გარემოება, რომ ერთ-ერთ კანონში მილსადენი იმ ნუსხაში იყო, რომელთა პრივატიზება შეუძლებელია გაზისა და ნავთობის შესახებ კანონთან შეუსაბამობას ქმნიდა და ოპოზიციის წარმომადგენლებს კანონების კარგად წაკითხვისკენ მოუწოდა. არავინ არ აპირებს და არც დააპირებს ენგურფესთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღებას ისეთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ არის. და ნუ გამოვაჩანს მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონ ლევან, ნერვები მткуნობთ ამ ბოლო დროს, იქ ცოტა მშვიდათი. შემდეგი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2002 წლის გამოსვლაზე საუბრობდა ბატონ ლევანი. განსხვავება ვერ დაინახა მაშინდელ საქართველოსსა და ეხანდელ საქართველოს შორის. განსხვავება ამაში უნდა დაინახოთ ბატონ ლევან. მესმის, რომ თქვენი საკმაოდ ასე ვთქვათ, ტენდენციური შეფასებით, საკმაოდ სუბიექტური შეფასებით, მაგრამ ამ განსხვავებას მაინც უნდა ხედავდეთ. უნდა ხედავდეთ, რომ ის დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალი, რაც აშენდა 2002 წლის შემდეგ, ბევრ რამეს ამ ქვეყნისათვის და აბსოლუტურად ერთ წუთი ბატონ პავლე, ბატონ ლევან, იძულებული ვარ რეგლამენტის 274 მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტის შესაბამისად გაძლევთ გაფრთხილებას. ამის შემდეგ იქნება ოქში შეტანით გაფრთხილება და ამის შემდეგ იქნება უკვე დარბაზის დატოვება და ხა მართლა ნუ მივიყვანთ აქამდე. გასაგებია რომ ემოციები გაწუხებთ, შეიძლება უმრავლესობის წევრებსაც აწუხებდათ ემოციები თქვენი გამოსვლების დროს, მაგრამ უმიკროფონოთ ესე სისტემატურად და რეგულარულად ნუ შეუშლით ერთმანეთს ხელს. იქნება კიდევ უმცირესობის ფორმატიც და იქაც შეგიძლიათ თქვენი ემოცია გამოხატოთ ჩართული მიკროფონით. როგორც გნებავთ თქვენი სურვილია თქვენი ნება ბატონ ლევან თხოვთ შეგიძლიათ დატოვოთ კი ბატონო შეგიძლიათ დემონსტრატიულად შეგიძლიათ არადემონსტრატიულად როგორც ასევე რეგულარულად აკეთებთ პრობლემა არ არის თქვენი სურვილი და თქვენი გადაწყვეტილება აქვს თხოვთ გააგრძელოთ ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი როგორც ჩანს არის გასადენის გაყიდვა იმდენად რამდენადაც მას გარკვეული სოციალური ვალდებულებები აქვს შესაძლებელი თუმცა ვინ იყიდის ამას როგორც ჩანს არ აინტერესებდა ჩვენ ვამბობთ რომ ქვეყანაში სახელმწიფოებრივაზე უარის თქმა სტოლფასია ამ გასადენის გაყიდვა იმიტომ რომ ამ გასადენის მიმართ ინტერესი აქვს გაზპრომს იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო კომპანია იმიტომ რომ რუსეთის სახელმწიფოს აქვს პირდაპირ ინტერესი ამ ტერიტორიის მიმართ როგორც არა სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე საუბარი სწორედ იმიტომ რომ მან შექმნას ერთიანი ენერგეტიკული ქსელი ირანთან და ამით გახდეს მონოპოლისტი მთელ ამ ბაზარზე გეუბნებიან რომ ყველაფერი რაც მრგვალი და ყვითელია ლიმონია უნებრივია ამაზე შენ ემოცია გაქვს და გამოხატავ შენ ამ ემოციას და როგორც ჩანს მათ არ სიამოვნებთ ოპონირება სწორედ რეგლამენტი მოიშვერიეს და მომწეს გაფრთხილება და უნებრივია ამის შედეგად ახლა გამოგდებას მიჩვენია ჩემინებით დავტოვო და დარჩნენ მარტო კი ბატონო და ერთმანეთთან იკურკულონ რამდენიც უნდათ უმრავლესობის წევრები არანაირ რუსეთის ფედერაციასთან არანაირ სხვა კომპანიასთან მოლაპარაკება ამ თემაზე არ მიმდინარეობს და მოქმედ კანონმდებლობაში დევს რომ აქციების 75% აუცილებლად უნდა იყოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მფლობელობაში შესაძლებელია 25% იქნას განთავსებული საფონდო ბირჟაზე, ამიტომ ის რომ დღეს ჩვენ ვლაპარაკავთ ვაწარმოებთ რომელიმე კომპანიას განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციასთან არის მხოლოდ მიმართული იქითკენ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი საზოგადოება. იურიდიულად დღევანდელი გადმოსახედიდან დღევანდელი რეგულაციებით პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ არსებული მილსადენი არის გაზისა და ნავთობის კორპორაციის მფლობელობაში, რომელიც თავის მხრივ 100%-ით არის სახელმწიფოს მფლობელობაში და იქვე კანონში ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში წერია, რომ ამ კორპორაციის 75%-ს უნდა ფლობდეს სახელმწიფო და მხოლოდ 25% აქციების გასხვისების საშუალება არსებობს დღევანდელი კანონმდებლობით.